მადლობა მოწვევისთვის. თავისუფლება სინდისის პატიმრებს ახალი ჩვენ შეიძლება ითქვას არ გვინახავს არაფერი, რაც გაგვაკვირვებდა არც ამ ინიციატივის სახით და არც იმ რეაქციის სახით, რომელიც ქართული ოცნების მოლაპარაკე თავებმა დღეს გამოხატეს საჯაროდ, სრულიად ურცხვად, უტიფრად. ანუ ასეთი რამ რომ ხდება ჯერ საბრიფინგის სივრციდან რაღაც ჟურნალისტიკის ცენტრში თუ სადღაც ასეთ ადგილას იყო ლოკაციაზე პრეზენტაცია ბრიფინგით რომ გვამცნობენ ადამიანები ხო MMA-ის მებრძოლი იქნება თუ ნებისმიერი სხვა პირი იმას რომ შექმნიან ჯგუფებს რომლებიც აქტიურად იბრძოლებენ მათ შორის ისეთი ფორმებით რომლისთვისაც მზად არიან წავიდნენ ციხეში ეს არის უკვე სიმპტომი და ამას როდესაც იწონებს მმართველი ძალის წარმომადგენლობა ესეც გახლავთ სიმპტომი რომ ქვეყანა არის მძიმეს, უღრმეს, ავტორიტარულ სტადიაში. ასეთი რამ ხდება ხოლმე არ ვიცი ირანში, რუსეთში, ბელარუსში, იანუკოვიჩის დროინდელ უკრაინაში, მსგავს ქვეყნებში და არა მარტო ესეთი ჯგუფები, ანუ ვიგილანტური ჯგუფები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში იარაღითაც არიან ხოლმე აღჭურვილნი და ასე თუ გაგრძელდა ცხადია ქართული ოცნების მხრიდან არც ეს გაგვიკვირდება რომ ეს მოიწონონ და ნება დართონ, მაგრამ ქართულ საზოგადოებას მე მგონი ეს არ უნდა უკვირდეს, იმიტომ რომ სხვა ვინ იყვნენ აბა ის ტიტუშკები, რომლებიც ჯერ კიდევ რუსული კანონის დროს ძალადობდნენ, თავს ესხმოდნენ აქტიურ მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, რამდენი შემთხვევა იყო, ხო? ზოგიერთი პირდაპირ ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, მანამდე იყო უამრავი ზარი, ჯერ კიდევ პირველი რუსული კანონის დროსაც, ხო? ჩემს მისამართითაც მათ შორის, ჩემი ოჯახის წევრების მისამართით და რა ვიცი, არანაირი რეაგირება ჩვენ არ გვინახავს სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან. შემდეგ, როდესაც ყველაზე მეტად უჭირდა ქართულ ოცნებას, ხო, მეორე რუსული კანონიდან რაღაც პერიოდი იყო და დაიწყო აქციები, ისევ გაგრძელდა და აქციების პარალელურად და აქციის მიმდებარე ტერიტორიებზე ხედავდით თქვენ კოლეგებს როგორ გაუსწორდნენ მაკაჩიხლაძეს, გიორგი შეწირულს, სხვებს. მე არ ვსაუბრობ ამ შემთხვევაში მოძალადე ძალოვნებზე, რომლებიც რაღაცა ნიღბებით და ფორმებით ძალადობდნენ. ხო, ესენი იყვნენ ტიტუშკები, რომლებმაც სამწუხაროდ აი დაანგრიეს მათ შორის პატრულის აი ეს ხატი რომელიც საზოგადოებას ჰქონდა ხო რაღაცა ნდობა მაინც იყო პატრულის მიმართ პატრულ ინსპექტორების მიმართ მე შევახსენებ საზოგადოებას იმ სცენას ალექსანდრეს ბაღში როგორ იდგა შერცხვენილი შეშინებული პატრული მის თვალწინ მოხდა პრაქტიკულად დანაშაული და ვერ ბედავდა ნაბიჯის გადადგმას და ურცხვად თავხედურად იქვე იდგნენ ტიტუშკები და ისევ ემუქრებოდნენ. ახლა ვის დააჯერებს ქართული ოცნება და ამას თუ ცდილობენ რომ დააჯერონ რომ ვერ მოახდინეს ვერავის იდენტიფიცირება, ეს ცალკე აღებული იმეტყველებდა მათ სისუსტეზე, როგორი არაეფექტურები არიან, როგორ არაეფექტურად ხარჯავენ ათეულობით მილიონს თუნდაც ტექნიკურ აღჭურვილობაში, მაგრამ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არ არის ერნამდვილეში მიზეზი, რომ ვიღაცის იდენტიფიცირება ვერ მოახდინეს. ახლა თუ 10,000-იან მიტინგებზე მოახდინეს ნიღბიანი დემონსტრანტების გამოვლენა და იდენტიფიცირება, მაშინ როდესაც ჩინური ტექნოლოგიებით და ეს სათვალთვალო ვიდეოკამერები ყველგან დაყენებული აქვს, რამენაირად ამ ტიტუშკების ვინაობასაც გამოავლენდნენ, მაგრამ ეს ცხადია იმაზე მეტყველებს, რომ არამხოლოდ ნებადართული არამხოლოდ მოთმენილი, არამხოლოდ საქმის კურსში ნამყოფები არიან, ხო და ეს ქართული ოცნების მხრიდან ეს არის ასე ვთქვათ, ამ მხრივ სანქცირებული, არამედ უშუალო დავალებები მიდის კონკრეტული პირების მიმართ, კონკრეტული პირების დასასჯელად და ცხადია სამართალი ამ შემთხვევაში ისვენებს. ფორმალურ სამართალს გულისხმობ, ხო, ქართული ოცნების ხელში. ყველაზე ნათელი მაგალითი არის რამდენიმე დღის წინ მომხდარი კომიკოსზე, ადამიანზე, რომელსაც ჰქონდა თავისი პერფორმანსი, მიუხედავად იმისა, ეხლა შინაარსობრივად ვის მოსწონს ეს და ვის არ მოსწონს, გაუსწორდნენ
ხო, პირდაპირ გაუსწორდნენ, სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, ამის ვიდეო კადრებიც არსებობს და ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი დიტო სამხარაძე გამოვიდა და თქვა, რომ თავდებში ჩაუდგებიო მეო მას ჩემი დეპუტატის მანდატითო. აი ამითი მინდაო ვისარგებლოო. ანუ სად ცხოვრობთ საერთოდ? რომელ ქვეყანაში და როგორ სახელმწიფოში ცხოვრობთ? ჩვენ ახლა უშუალოდ სამხარაძისგან მანამდეც გვახსოვს პირდაპირ მუქარები, პარლამენტის დარბაზშიც გვახსოვს, ქართული ოცნების ოფისშიც გვახსოვს, როგორ იგინებოდა და რა ჟესტებითაც იყენებდა და ავლენდა თავის აგრესიას და როგორ ემუქრებოდა მოქალაქეებს და ასეთი რამ ხდება რუსეთის ფედერაციაში კადიროვის ჩეჩნეთში, ხო? ეს კადიროვშინა რაც არის, ახმად სილა, შეიძლება აქაც ჰქონდეთ რაღაცა მსგავსი სლოგანი ბიძინასთან დაკავშირებული. ასეთი დაჯგუფებები არსებობს ირანში, ყველაზე ცნობილი არის ბასიჯები, ხო? რომლებიც უმოწყალოდ ზდევნიან და კლავენ კიდეც ადამიანებს, ვინც რეჟიმის წინააღმდეგ არის. ისტორიულადაც ყოფილა მსგავსი ნახევრად გასამხედროებული პარამილიტარისტური დაჯგუფებები, რა ვიცი, SA გერმანიაში და არც ჩვენს უახლეს ისტორიაში ვართ სამწუხაროდ ასეთი ფაქტების და ასეთი დაჯგუფებების გარეშე წარე გამოცდილება გვაქვს ძალიან 90-იანი წლების და ამის წახალისებას რომ ქართული ოცნება ცდილობს ეს უკვე ფაქტია და მათი საჯარო განცხადებებიდანვე ჩანს. ასეთი განცხადების გაკეთების შემდეგ რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, მთელი სუსი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კრიმინალური პოლიცია, ყველაფერი უნდა იდგეს ფეხზე. პოლიტიკური განცხადებები ცალკე უნდა კეთდებოდეს და ცალკე უნდა სამართალდამცველებს ჰქონდეთ ამაზე კაცრი და უმკაცრესი რეაგირება. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება მხოლოდ ბრიფინგი იყო და ჯერჯერობით კონკრეტული ნაბიჯი არ გადაუდგამთ, ასე იზამდნენ ნორმალურ ქვეყანაში, მაგრამ რა თქმა უნდა, საქართველოს ძალიან შორს არის ნორმალური ქვეყნის სტატუსიდან და ეხლა იქ სადაც 90-იანი წლების აგენტები და იმ ბნელი წარსულის გადმონაშთები, ნანა კაკაბაძეები და სხვები გამოდიან და პირდაპირ აცხადებენ სასამართლო პროცესებზე, რომ სურთ პოლიტიკური ველის მოსუფთავება და მათი საჩივრის საფუძველზე ვითომ ამ ხელა საქმე წამოიწყო პროკურატურა, რომ მთელი ოპოზიციური სპექტრის ლიდერები პასუხისგებაში მისცეს, აქ რა თქმა უნდა ჩვენ არაფერი გვიკვირს. სხვადასხვა მიზანი შეიძლება ჰქონდეს, მე არ მინდა ეხლა შორს წავიდე და განსაკუთრებული ყურადღებაც დავუთმო ამ ყველაფერს, იმიტომ რომ სწორედ ის სპორტსმენები ზოგიერთი პარლამენტში ყავთ შერეკილი და ვნახეთ, ხო, როგორ იყენებენ თავიანთი კუნთებს და ოლიმპიური ჩემპიონობის მას ამ პატივს საერთოდ ხაზი გადაუსვეს 1-10-ზე, როდესაც ძალადობდნენ და სხვები კიდევ ტიტუშკების სახით ყავთ მობილიზებულები, აგერ რამდენიმე დღის წინ იყო შემთხვევა და ამის მიმართაც მედეგობა გამოიჩინა საზოგადოებამ და არ მგონია რომ ამითი რაღაცა შეიცვალოს იმ თვალსაზრისით რომ ვიღაცა განსაკუთრებით დაშინდეს. ეს შეიძლება მათი მიზანი იყოს, მაგრამ თვითონ ფაქტი, თვითონ სახელმწიფოს მხრიდან და ქართული ოცნების ბოსების, პატარა ბოსების, ახლა ერთი ბოსი ხავს ქართულ ოცნებას. მხრიდან მსგავსი რეაქციები კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ეს არა მხოლოდ სანქცირებული, არამედ პირდაპირ დავალებულიც არის მათ მიერ. კი ბატონო. და გიორგი, იმ ფონზე, როდესაც განსხვავებულ აზრს ისედაც დევნიან ნებისმიერი ფორმით, ეს იქნება პატიმრობა, სოციალურ ქსელში გამოთქმული მოსაზრების გამო, ხუმრობის გამო, რომ ფიზიკური ანგარიშწორება ხდება, ყველაფერი განსხვავებული და კრიტიკული ისჯება, ხომ, ქართული ოცნების მხრიდან. აი, დღეს ამ ორგანიზაციით რა დაანონსეს, როგორ ფიქრობთ? ხო, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ამითი რაღაცა განსაკუთრებული, ჩემი აზრით, ჩემს აღქმაში და საზოგადოების დიდი ნაწილის აღქმაშიც ასე ვფიქრობ, არ მომხდარა. ან ტიტუშკები ხო მიყვნენ. ხო ყავდათ ისედაც, აი ჩვენმე გავიხსენეთ არაერთი შემთხვევა. ხო იგივე მაკაც შიხლაძეს და გიორგი შეწირულს, ვინც დაესხა თავს და ფაქტობრივად სასიკვდილოდ გაიმეტეს. ესენიც ხო ასეთი რაზმის წარმომადგენლები? ზუსტად და მაგიტომაც ვამბობ, რომ არაფერი ახალი მომხდარა, მათ არც ორგანიზებულობა აკლდათ. არც რაოდენობა და რიცხოვნობა და შემადგენლობა აკლდათ და უბრალოდ მანამდე კიდევ ნიღბებით იყვნენ ხოლმე და ამაზე ქართული ოცნება ამბობდა, რომ აი სამართლიანი აღშფოთება საზოგადოებაში გამოიწვიეს. სხვადასხვა კარტი გაათამაშეს, სხვადასხვა რამ მოიფიქრეს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ამას მე განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი. ზოგადად სხვადასხვა კარტის გათამაშება ივანიშვილის ხელწერაა. რაღაცა ერთი თემის მეორე თემით გადასაფარად, ხო?
ხშირად ხდება ხოლმე, რაღაცას წამოიწყებენ, მე რეზერვში აქვთ. ეს არის მათი იაფფასიანი მეთოდები, ესეთი კლასიკური რეჟიმული მეთოდები, რომელთაც ცდილობენ რაღაც სხვადასხვა მიზანს მიაღწიონ. დაშინება იქნება ეს თუ რაღაც აი ამ საკითხით მე გადაფარონ სხვა საკითხი ხა. ვინახავს ხო, უფრო ადრეც იყო ეს ულტრაკონსერვატული ჯგუფები, უფრო მეტად პოლიტიკური შინაარსის აი რაღაცა ალტინფოები და ქართული მარშები და მსგავსი, რომლებიც ესე აღმოცენდნენ და მე მათი მიზეზი ჩაესვენა და შესაბამისად ამასაც ალბათ დააკვირდებიან. მე არ მინდა რაღაცა ვიმარჩიელო ამ საკითხზე და არც ისეთი დიდი მნიშვნელობა მივანიჭო, რომ აი ეხლა რა მოხდა. შეიძლება რა თქმა უნდა ძალიან ცუდი ტენდენციაა და კიდევ ერთხელ ვამბობ, პირველადი პასუხისმგებლობა ახლა სამართალდამცავი და უსაფრთხოებაზე, სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, კონსტიტუციური ორგანოების უსაფრთხოებაზე და სამოქალაქო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი უწყებებისთვის ეს უნდა იყოს განგაშის საფუძველი. რისი გულისთვის იჭერენ პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ ლიდერებს, ეს მართლა სამარცხვინო ჟესტიკულაციის საქმე რო აქვთ. ან პარალელები ხო უნდა გავალოს საზოგადოებამ და ნახონ იმ ადამიანებს რისთვის აპატიმრებენ ჟესტებითო ძალადობის წახალისება მოახდინესო და ამათ პირდაპირ თქვენს რომ ჩვენო დავიცავთ რაღაცა გაურკვეველ ღირებულებებს. გაურკვეველს იმიტომ რომ მათთვის არ არის იმ ღირებულების შინაარსი ცნობილი. საქართველოს ისტორია არ იციან და ორი წიგნი არ წაუკითხავთ. უბრალოდ რაღაც სიტყვების რახარუხია და ამბობენ რომ ხო ახლა ამის გულისთვის და ჩვენი სიწმინდეების გულისთვის სრულიად ამორფული ტერმინები არის და ესეთი ტერმინები ცხადია ყოველთვის იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას. იმიტომაც შევადარე მე ბასიჯებს და იმიტომაც შევადარე კადიროვის დაჯგუფებებს და სხვა მსგავს პარამილიტარისტულ ჯგუფებს. ესეთი ინიციატივები ყოველთვის არის ხოლმე სახელმწიფო უსაფრთხოების რადარის ქვეშ როგორც მინიმუმ და ნებისმიერი მათი ნაბიჯი უნდა იყოს გამადიდებელი შუშით შესწავლილი, მაგრამ ქართული ოცნების მხრიდან რა უნდა მოვითხოვოთ, როდესაც ისინი თავად არიან ამისი წამხალისებლებიც და დავალების გამცემებიც. კი, და გიორგი, და შევეხოთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ვფიქრობ, რომ ალბათ აი ამ ახალი ორგანიზაციის შექმნაზე უფრო მნიშვნელოვან საკითხს და ეს არის განცხადებები, რომელიც კეთდება ევროკავშირთან დაკავშირებით, ალბათ ნახავდით, დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ პაპუაშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის გარეთ დარჩენა პატარა სახელმწიფოებისთვის შესაძლოა უფრო სასარგებლოც კი აღმოჩნდესო და ამის შემდეგ იყო ცალკეული კომენტარები და ამბობდნენ, რომ ფაქტობრივად პირდაპირ თქვეს, რომ თუ ევროკავშირში გავწევრიანდებით, ჩვენ დავკარგავთ სუვერენიტეტს, იმიტომ რომ რაღაცა ამ კავშირში ჩვენ არ გვაქვს უფლებები, გვაქვს მხოლოდ ვალდებულებებიო, ესეთი კომენტარები გაკეთდა დღეს. რა სიტყვით, რა ახალ ნარატივს, ესე ვთქვათ, ამუშავებს ქართული ოცნება ამ განცხადებებით და რამდენად აქვს პერსპექტივა ქართულ საზოგადოებაში, რომლის დამოკიდებულებაც უდიდესი უმრავლესობის ძალიან კარგად არის ცნობილი ევროკავშირთან დაკავშირებით, როგორი არის ხელისუფლებისთვის. ხო, ეს ყველაფერი არის იმ მოღალატეობრივი განცხადების შინაარსობრივი გაგრძელება განცხადების, რომელიც გაკეთდა 2024 წლის 28 ნოემბერს. როგორი იყო ხალხის რეაქცია, ჩვენ ყველამ კარგად ვნახეთ. ქართულ ხალხს თავისი პოზიცია ამასთან დაკავშირებით აქვს კაფიოდ ნათქვამი. არის საკითხები, როდესაც ხალხი ყველა საკითხზე არ გამოხატავს პოზიციას, ხო, ამისთვის სჭირდება წარმომადგენლები, ირჩევს ვიღაცას და მერე ის წარმართავს საგარეო პოლიტიკას. კონსტიტუციითაც საგარეო პოლიტიკის ძირითადი ხაზები, რა თქმა უნდა, ხელისუფლება უნდა განსაზღვროს, მაგრამ ეს არ ეხება ევროპულ პოლიტიკურ კურსს, იმიტომ რომ ევროატლანტიკური კურსი ჯერ პლებისციტის დონეზე 2008 წელს არის დაფიქსირებული, უშუალოდ დააფიქსირა ქართულმა ხალხმა და შემდეგ ეს არის ქცეული საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლად. მისგან გადახვევის უფლება არ აქვს არავის. ლეგიტიმურიც რო იყოს ქართული ოცნება და რომ არ მიიტაცებინა 2024 წლის არჩევნები, მაინც არ ექნებოდა ამ ხაზიდან გადახვევის უფლება, ამ ვექტორის შეცვლის უფლება. დაიწყეს 28 ნოემბერს. ახლა აგრძელებენ მთელი მათი ანტიევროპული პოლიტიკა, ანტიდასავლური ნარატივები. სინამდვილეში ეს ყველაფერი არის ანტიეროვნული ხასიათის. ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას.
როდესაც ხშირად გვიხსენებია და გვიწოდებია მათთვის რუსები იმიტომ კი არ არიან, რომ რუსული გვარები აქვთ და შეიძლება რუსულად კარგად ლაპარაკობენ. შეიძლება რუსული წესიერად არც იციან ქართული ოცნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ, ვინც არიან მეტნაკლებად პოლიტიკაში, იმიტომ ვამბობ, რომ ისინი პოლიტიკოსები არ არიან, ხო, ისინი არიან რეალურად ერთი კაცის ნების ამსრულებლები, რაღაცა ღილაკზე თითის დამჭერები, მათ ვინ ეკითხებათ. ოღონდ ეს ნება, ეს დირექტივა მოდის, რა თქმა უნდა, ისევე როგორც სახელმძღვანელო ნაბიჯები რუსეთიდან. აი ეს დოქტრინა სუვერენული დემოკრატიის, ხო, რაც პაპუაშვილმა დღეს ახსენა, ამისი გამოხატულებაა, ხო? მოგონილი სუვერენიტეტის მცველები, ხო? ეს მოდის პუტინის რუსეთიდან. სურკოვის დოქტრინა არის პოლიტიკური, რომელსაც იყენებენ ახლა და კიდევ ერთი საბაბია თუ რაღაც კბილი მოუსინჯეს, არ ვიცი ამ ყველაფერს, რომ თურმე ევროკავშირი არ გვჭირდება. თურმე ევროკავშირი ჩაგრავს, ან ჯერ ევროკავშირში არ შევსულვართ საერთოდ. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ევროკავშირის კარი ჩვენთვის იყოს უფრო და უფრო შორს. მაშინ, როდესაც მოგვეცა უნიკალური შესაძლებლობა, უნიკალური ფანჯარა გაიხსნა, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს უნდა ვაღიაროთ, მაგრამ გაიხსნა ჩვენ სამი ქვეყნისთვის, უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ამ ტრიოსში საქართველოს თუ მოწინავე პოზიციას იკავებდა და ქართული ოცნების მმართველობის პირველ წლებშიც ასე იყო ჯერ კიდევ, ახლა მათ ჩამოვრჩით ქართველი ხალხის ძალისხმევით ჩვენ კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რომელსაც სანამ მივიღებდით ჯერ აფასებდნენ ქართულ ოცნებაში. მერე საკუთარ მიღწევად მიიწერეს და ახლა, როდესაც ეს ნაბიჯიც გადადგმული გვაქვს, ხო? სამწუხაროდ აღმოჩნდით ისე, რომ აი როგორც ასოცირებული წევრის დონეზე, ისე გვეპყრობიან და ახლა საერთოდ უნდათ რომ უარი გვათქმევინონ და არ გამოგივათ ეს ბატონებო, იმიტომ რომ ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი. თქვენ ქართულ ხალხს არ წარმოადგენთ რეალურად. თქვენ გაქვთ მითვისებული ქართველი ხალხის მანდატი.